Paralelურად ივანიშვილები საკუთარ ტელევიზიაზეც მუშაობენ, ამისთვის ბიზნესმენის ოჯახი კომპანია იგრიკას მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას გამოიყენებს. იგრიკა მაესტროს ხელმძღვანელს ეკუთვნის და ცოტა ხნის წინ მმართველობაში ივანიშვილის მეუღლის მიერ დაფუძნებულ კომპანიას გადაეცა ტელევიზიისთვის შენობაც სავარაუდოდ უკვე შერჩეულია. იგრიკაში წილის გადაცემის დოკუმენტი, სადაც ნათქვამია 12 დეკემბერს აქცევს გადაეცა ილია კიკაბიძის წილი. ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ტელევიზიის გახსნას გეგმავს მედიაჯის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა. ამ თემას ინტერნეტ გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. საჯარო რეესტრში არის ჩვეულებრივ ოფიციალურად ეს ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ტელეკომპანია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ გასული წლის დეკემბერში საკუთარი კომპანია იგრიკა, რომელიც მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს, მართვის უფლებით შპს აქცევს გადასცა. ირკვევა, რომ აქცევის აქციათა 80%-ის ფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. მის ფირმას კიკაბიძემ მართვის უფლება 2013 წლის 31 დეკემბრამდე გადასცა. სწორედ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებული იქნება და ივანიშვილის ახალი ტელევიზიის პოლიტიკური მიზნების გამოწურული. ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში ადასტურებენ, რომ მაესტროს ხელმძღვანელის მფლობელობის ქვეშ არსებულ კომპანია იგრიკას მაუწყებლის ლიცენზია 2011 წელს მიღებული აქვს. შპს იგრიკამ აიღო სამაუწყებლო ლიცენზია საკაბელო ქსელის გამოყენებით. ლიცენზიის სახეობა არის საერთო, გეოგრაფიული ზონა მთელი საქართველო და მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი. იგრიკაში მართვის უფლებით შესული აქცევის დარჩენილ 20%-საც ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი კობა კობიაშვილი ფლობს. ის ამავე დროს ოლიგარქის სხვა ბიზნესებსაც განაგებს. კობიაშვილი ჰოლდინგი 21-ისა და ქართული ჰოლდინგის ხელმძღვანელია. ჰოლდინგი კი თავის მხრივ ივანიშვილის საზოგადოებრივი გაერთიანების ქართული ოცნების ერთპიროვნული მფლობელია. კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ივანიშვილის მომავალი ტელევიზიის სათავეში უკვე ფიგურირებს, ოლიგარქის ძველი და კარგად ნაცნობი ლაშა შონია, რომელსაც სატელევიზიო ბიზნესში გამოცდილება სწორედ ივანიშვილის მეცხრე არხზე აქვს მიღებული. შონია კომპანია იგრიკას ხელმძღვანელად დაინიშნა, სწორედ ამ ახალ თანამდებობაზე მიიღო მან ანაზღაურებად კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული სიის მიხედვით 4000 ლარი. ივანიშვილის პრესსამსახურში დღეს ამტკიცებენ, რომ ლაშა შონიას საერთოდ არ იცნობენ. ირაკლის არ პოვობდა, გონზე არ ვარ მე ვაფშე ვინ არის შონია. ლაშა შონია, რომლის შესახებაც ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია არ აქვთ, ბიძინა ივანიშვილთან წლების განმავლობაში საკმაოდ დაახლოებული პირი იყო. ის იმ დირექტორთა საბჭოში შედიოდა ირაკლი ტრიპოლსკისთან, ნუგზარ ყიფიანთან და ელდარ მდინარაძესთან ერთად, ვინც მეცხრე არხს მართავდა. დირექტორებს თანამდებობები მფლობელის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით არხის დახურვამდე დაახლოებით წელიწად ნახევრით ადრე დაატოვებინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მფლობელთან კონფლიქტის მიზეზი მაშინ ტელეკომპანიის ეთერში გასული დოკუმენტური მასალა გახდა, სადაც ჩეჩნურ ტერაქტებთან ვლადიმერ პუტინის კავშირებზე იყო საუბარი. ამ თემაზე კომენტარი ივანიშვილმა მის პირველ პრესკონფერენციაზე არ გააკეთა და მეცხრე არხის დახურვის მისეული მიზეზები მოგვიანებით წერილობით ასე განმარტა. შევარდნაძის მთავრობის დროს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები იგრძნობოდა. ჩანდა, რომ რაღაც არ მოსწონდათ რუსთავი ორის, რომელიც კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომ ჩვენ შუალედური პოზიცია გვეჭირა და სათადარიგო ტელევიზიის როლი ჰქონდა. თუ რუსთავი ორს საფრთხე დაემუქრებოდა, წინა პლანზე გადავიდოდით. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვი, როდესაც რევოლუციის მერე ეიფორიაში მყოფმა ვეღარ ვიკადრე, რომ სათადარიგო ტელევიზია შემენარჩუნებინა, რაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. ამ ვითარების შექმნაში დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო. სათადარიგო მეცხრე არხის დახურვის შემდეგ უკვე პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა ახალი არხის გახსნა კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გადაწყვიტა. საკუთარი ტელევიზიის შექმნის სურვილი ოლიგარქმა პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდანვე გააჟღერა.